ირანში დღეზე მეცი თვის ამერიკა და ისრაელი ერთობლივი სამხედრო მოქმედებების ფარგლებში განაგრძობენ იერიშებს ისლამური ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ. ვაშინგტონის და თელ-ავივის მიზნები უცვლელია, თეირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პროგრამა. 2 აპრილის ღამით ირანის სახელმწიფო მედიამ გააუცელა ცნობა, რომ ქალაქ ქარაჯში ქვეყნის უდიდეს B1-ის მშენებარე ხიდზე განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 95 კი დაშავდა. თეირანის ინფორმაციით, ხიდის ქვეშ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები ბუნების დღეს აღნიშნავდნენ, ხოლო ეს ობიექტი ამჟამად არ იყო სტრატეგიული დანიშნულების. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ ამას კიდევ ბევრი მსგავსი ინციდენტი მოჰყვება. თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 2 აპრილის სახალხო მიმართვას ისლამურ ქვეყანაში გამოიხმაურნენ და მის გზავნილებს სრული სისულელე უწოდეს. ტრამპმა ბოდვა დაიწყო. მისი სიტყვით გამოსვლა, რომელიც წესით ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ამ ომის პირობებში, საბოლოოდ მთელი მსოფლიოსგან დაცინვის მიზეზად იქცა. ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა, საფონდო ბირჟაზე კი ისევ დაღმასვლა დაიწყო. დღეს მათ არათუ არ შეუძლიათ მცირე ზიანიც კი მიაყენონ დიად და ყოვლისშემძლე ირანს, არამედ მათ ფაქტობრივად განამტკიცეს ერისა და მაღალჩინოსნების ერთიანობა. ამას გარდა სხვადასხვა ადგილას განთავსებული დიდი მარაგების წყალობით ყოველდღიურად იზრდება ჩვენი სარაკეტო შესაძლებლობები. ჩვენი ურანის გამდიდრების პროგრამა, ისევე როგორც გამდიდრებული მასალები უსაფრთხოდაა. ხელშეუხებელი რჩება ჩვენი ნავსადგურები. ამას გარდა მსოფლიოსთვის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კვანძი, ჰორმუზის სრუტე ყოვლისშემძლე ირანის ხელშია. დღეს ირანი ჰორმუზის სრუტეს სრული დამაჯერებლობით აკონტროლებს. სწორედ ჰორმუზის სრუტეა ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ტრამპი სისულელეებს ლაპარაკობს. მან ჯერაც არ იცის რა უყოს მას, რადგან ამისთვის საკმარისი შესაძლებლობა არ აქვს. რაღაც მომენტში იძახის, რომ ამ საკითხს იმ საღამოს მოაგვარებს. შემდეგ აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ სრუტეს იყენებენ, თავად უნდა გაარკვიონ ყველაფერი. მას კი არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს გონივრული იქნებოდა ჰორმუზის ფაქტის ხელმოწერის საკითხის განხილვა. ირანის როგორც ძირითადი დამკვეთის როლი მკაფიოა. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ ევროპული, აზიური და არაბული ქვეყნები და ისინი, ვისაც ამ სრუტის გამოყენება სურს. ისინი უნდა მოვიდნენ და ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ირანი იქნება მთავარი დამკვეთი, ისინი კი მომხმარებლების როლში იქნებიან. სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ სვლა. کشورهای اروپایی را دعوت کنیم. ირანის სახელმწიფო მედიამ ასევე გააუცელა ვიდეო მასალას, სადაც რევოლუციურ გუშექთა კორპუსის სამხედროები გასაშობად გამზადებულ რაკეტებზე ანტიამერიკულ და ანტიისრაელურ მინი წარწერებს აკრავენ. შემდეგი გზავნილით მადლობა ყველას, ვინც ამერიკაშიც კი გმობს თეთრი სახლის დანაშაულებრივი ბანდის მიერ გაჩაღებულ ომს. ამ და სხვა შინაარსის წარწერის მქონე რაკეტებით თეირანი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აწარმოებს იერიშებს, რომელთა დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს გაერო, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში ომის დაუყოვნებლივ დასრულებას. დიპლომატიური ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით რეგიონში ორგანიზაციის გენერალური მდივანი სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის. ეს ომი ყოველდღიურად ამძაფრებს ადამიანურ ტანჯვას. ნგრევის მასშტაბები იზრდება. მზარდია სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების მაჩვენებლებიც. მსოფლიოსთვის საფრთხე მატულობს. ვდგავართ უფრო მასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს. გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალში ასახული ნორმების გათვალისწინებითა და მშვიდობიანი გზით უნდა დარეგულირდეს ნებისმიერი უთანხმოება. ამერიკისა და ისრაელისთვის ჩემი გზავნილი მკაფიოა. დროა შეჩერდეს ეს ომი, რომელიც ადამიანების ტანჯვისა და დამანგრეველი ეკონომიკური შედეგების მომტანია. ირანს კი მოუწოდებ შეწყვიტოს თავდასხმა მეზობელ ქვეყნებზე. این شکاف رو می‌بینید؟ ომისა და ფაქტობრივად უწყვეტი სამხედრო იერიშების ფონზე ირანში წითელი ნახევარმთვარის მოხალისეები განაგრძობენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევასა და საბრძოლო მოქმედებების შედეგების აღწერას. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა აჩვენებს, რომ ისლამური ქვეყნის სხვადასხვა წერტილში თავდასხმების სამიზნეებად იქცა მათ შორის სამოქალაქო ობიექტებიც.